დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როგორც ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ იმ საკითხებზე გესაუბროთ, რომელიც აქტუალურია თქვენთვის, გაინტერესებთ და რაც თავარია, შეიძლება იყოს ხშირი პრობლემა თქვენს გარშემო, თქვენს ოჯახებში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ცოდნა სწორედ იმას ემსახურება, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ავიცილოთ თავიდან ყველა ის პრობლემა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ამიტომ საუბრობთ ჩვენ ყოველდღიურად, ამიტომ ხვდებით ერთმანეთს პირდაპირ ეთერში და როდესაც ჩვენ მთელი აპრილისთვის განმავლობაში საუბრობდით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სტრესი, ვიცნობდეთ სტრესს და გავითვალისწინოთ მისი შესაძლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე, ამავე გულისხმობდით ცალკეული პრობლემების გათვალისწინებით. მაგალითად, სტრესი რომ გულსიზრახთა სისტემაზე მუშაობს, ჩვენ ეს კარგად ვიცით. სტრესი რომ კუჭნაწლავზე მოქმედებს, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. სტრესმა ძილი რომ შეიძლება დაგვირღვიოს, ესეც კარგად ვიცით. მაგრამ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა შესაძლოა უჩვეულოდ გეჩვენებათ სტრესთან კავშირში. დღეს ჩვენ ქოშინზე უნდა ვისაუბროთ. თავად ქოშინი რას ნიშნავს? რა შესაძლო მიზეზები აქვს მას და რატომ შეიძლება სტრესი აღმოჩნდეს ერთ-ერთი ბრალდებული? ამაზე ვისაუბრებ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ინტერნისტი, თერაპევტი ქალბატონი ლიზა გოდერძიშვილი. დილამშვიდობისა, ლიზა. მშვიდობისა, მარი. ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე თქვენი სტუმრობა და ჩვენი საუბრები. მე, როდესაც თვალს გადავავლებ ჩვენი გადაცემის ისტორიას, მახსენდება ყველაზე რთული ფაზები, ყველაზე რთული თემები, რომელიც ჩვენი საუბრის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღევანდელი თემა თითქოს ნაცნობია საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ქოშინზე დღეს ჩვენ პირველად არ ვსაუბრობთ. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გადავწყვიტეთ ქოშინის სრულიად განსხვავებული წახნაგით ვაჩვენოთ საზოგადოებას, შესაძლოა იმგვარი წახნაგით, რომელიც არასდროს წარმოუდგენიათ, მით უფრო რომ თავად ქოშინის განმარტება უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთხელ და მეორე მხრივ ყველა შესაძლო მიზეზის გავიხსენოთ, რომელიც ქოშინამდე მიიყვანს ჩვენს ორგანიზმს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ეს არის თემა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, ძალიან ბევრი ვიზიტი ექიმებთან თუ ჰოსპიტალიზაცია ჯანმრთელობის გაუარესების გამო იწყება იმითი, რომ პაციენტს აწუხებს სუნთქვის პრობლემა. სუნთქვის პრობლემის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ქოშინი. და ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის ქოშინი. ქოშინი ეს არის სუნთქვის სიხშირის გაზრდა, ანუ მომატება სუნთქვის სიხშირის გარკვეული პრობლემების, გარკვეული მიზეზების გამო. ეს მიზეზები შეიძლება იყოს ორგანული, ეგრეთ წოდებული სომატური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია გულსიზრახთა სისტემის, სასუნთქის სისტემის და სხვა სისტემის პათოლოგიებით. და ქოშინი პრინციპში სუნთქვის აჩქარება ეს არის კომპენსაცია ორგანიზმის, ჩვენს ორგანიზმს აქვს კომპენსაციის პრობლემების, ჯანმრთელობისთვის შექმნილი პრობლემების კომპენსაციის და გამოსწორების განუზომელი უნარი და ქოშინიც არის ერთ-ერთი მათგანი. ანუ ქოშინი იწყება მაშინ, როცა ორგანიზმს ჭირდება აჩქარებული სუნთქვა იმისთვის, რომ ჟანგბადის შეთვისება სისხლში ფილტვების მიერ ჟანგბადის გაზთა ცვლა იყოს მომატებული ინტენსივობით, იმიტომ რომ ან აკლია გულის მუშაობა საიმისოდ, რომ მივიდეს სისხლით საკმარისი ჟანგბადი უჯრედებამდე, მიწოდებას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, სისხლის მიერ ჟანგბადის მიწოდება, ან თვითონ ფილტვებს აქვს პრობლემა და მიმოცვლა შესუნთქული ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ამოსუნთქვა არის დარღვეული და ამას აკომპენსირებს, ან არის თქვათ ანემია, თქვათ და აკომპენსირებს იმას, რომ ნაკლებია ერითროციტები ან ერითროციტებს ნაკლები უნარი აქვთ, რომ ჟანგბადი შეითვისონ და ის გადაიტანონ.
ქსოვილებამდე ან არის რაიმე სხვა დაავადება, რომელიც სუნთქვის სიღრმეს, სუნთქვის მოცულობას უშლის ხელს, მაგალითად გამონაჟონი პლევრის ღრუში, ან ვთქვათ სიმსუქნე, დიაფრაგმის მაღლა დგომა. თქვენ წარმოიდგინეთ სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობასაც ახასიათებს ქოშინი, ეს არის ორსულობა ჯანმრთელი მდგომარეობა და ძალიან კარგი და საინტერესო. მაგრამ ორსულობის ბოლო კვირეებში, ბოლო თვეებში და კვირეებში არის დიაფრაგმის მაღლა დგომა, რადგან ნაყოფი გაიზარდა და თავის სივრცეს მოითხოვს და შესაბამისად დედას ჯერ ორის მაგივრად უწევს სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა. ეს დამატებითი ფაქტორია. რასაკვირველია და ეს არის ეგრეთ წოდებული ჯანმრთელი ქოშინია. ჩვენ ამას ძალიან დადებითადაც კი აღვიქვამთ ხოლმე და ვცდილობთ რომ არ გაგვეპაროს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა, თუმცა ეს მისაღები მოვლენა. თქვენ ბრძანეთ რომ ერთი მხრივ ქოშინს საკმაოდ დრამატულად აღიქვამს ადამიანი და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ თქვენ ხაზგასმით ბრძანეთ სუნთქვის გაძნელების ერთ-ერთი ფორმა არის ქოშინი და წარმოუდგენელია რომ ადამიანმა მისთვის სასიცოცხლო ფუნქცია, ხო, ცოცხალი ორგანიზმის სუნთქვა და სუნთქვის შეფერხება გულგრილად აღიქვას. მაგრამ მეორე მხრივ თქვენ იმდენი შესაძლო მიზეზი დაასახელეთ, რომ ქოშინის ასე მარტივად გაშიფრა წარმოუდგენელია. როდესაც ჩვენ ვამბობთ ქოშინზე და როდესაც ვამბობთ შესაძლო მიზეზებზე, ქოშინი ეს არის ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი მდგომარეობა, თუ ქოშინის გაჩენა უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ პრობლემა, რომელიც შესაძლო მიზეზად უნდა განვიხილოთ, საკმაოდ შორსწასულია. ეს საკმაოდ რიტორიკული კითხვაა, ასე ვთქვათ. შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე გააჩნია, ვინ როდის აქცევს ყურადღებას ქოშინს. ამასაც აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ქოშინი არ აქცევენ ყურადღებას ასეთი მდგომარეობაც არის. მაგალითად, წეველები არ აქცევენ ამას ყურადღებას, ასე აღიქვამენ, რომ ნუ წეველი ვარ და ვიქოშინებ, ახლა მესამე სართულზე, ხო, ჩვენ ხო ქოშინს რა ეტაპზე იწყება ქოშინი, ანუ როგორ ფიზიკურ დატვირთვაზე, საერთოდ ყველაზე უფრო ადვილად დათვლადია გავზომოთ ფიზიკურ დატვირთვას, რამდენად ზღუდავს ნებისმიერი პათოლოგია, ნებისმიერი არა, უფრო გულსიზრდათა და სასუნთქ სისტემას ეხება, მაგრამ ქოშინი იზომება ფუნქციური შეზღუდვით, ანუ რამდენად ზღუდავს გარკვეულ ფიზიკურ დატვირთვას. ყველაზე უფრო ადვილია კითხვა ადამიანს, რომელ სართულზე ადიხართ ქოშინის გარეშე, ან რა მანძილს გადიხართ ქოშინის გარეშე, ვთქვათ, ჩვეულებრივი გამოკითხვის დროს. ჩვეულებრივი გამოკითხვის დროს და ეს არის სტანდარტული სამედიცინო შეფასება ქოშინის შკალით, ხო? მაგრამ თვითონ ადამიანები როდის მიდიან ექიმთან? დიახ. აი რა დონეზე იზღუდება, ანუ რისთვის გაჩნდა საერთოდ ადამიანი, იმისთვის გაჩნდა, რომ ფეხით იაროს, ირბინოს, ძდიოს თავის საკვებს, ხო, ნადავლს, მერე ის ზურგი წამოიღოს ალბათ და იცუროს, ირბინოს, იაროს. მე მგონი დაიწყა ეს ისტორიული ამოცანები. ეს ისტორიული ამოცანები დავივიწყეთ და დღეს უბრალოდ კვება უფრო სიამოვნებისთვის არის ვიდრე შესავსებად და შესაბამისად როდის ვიწყებთ აღქმას იმისას, რომ ქოშინი გვიზღუდავს ცხოვრებას. ანუ ვზივართ უმეტეს დიდი ნაწილი საზოგადოების კომპიუტერთან, ბავშვობის მერე, ბავშვობაშიც კი შემოვიდა ეს ადინამია. დავდივართ მანქანით, ან ტრანსპორტით, სამსახურშიც ვზივართ და სპორტით დაკავება, უბრალოდ ფიზიკური დატვირთვა აღიქმება გართობად ჩვენთვის. ანუ რაღაცა ზედმეტი. შეგიძლია საერთოდ არ გააკეთო. არა და ადამიანის საშუალო ფიზიკური დატვირთვა არის დღეში 5 კილომეტრის სიარულის ექვივალენტი. ნუ ბევრნაირად ითვლება ეს ამბავი. შესაბამისად ადამიანები, რომლებსაც ან ჭარბიწონა აქვს, ან წეველია და ნუ ჭარბწონიანი ადამიანებს ბევრჯერ აქვთ მოსმენილი და მცდელობებიც აქვთ იმისი, რომ დაიკლო წონა დიეტით, მაგრამ არ მოწონთ ეს პრაქტიკა, რასაკვირველია. წეველებს კიდევ იციან, რომ სიგარეტს თავი უნდა დაანებონ, მაგრამ მათ უყვართ თავის სიგარეტი და ამიტომ არ მოწონთ ეს. შესაბამისად ისინი თავის დროზე არ აკითხავენ ექიმს. აკითხავენ უკვე იმ შემთხვევაში, თუ ქოშინი ზღუდავს საშუალო ფიზიკურ დატვირთვას ჩვენს ცივილიზებულ რეალობაში და ეს არის უკვე ის, როცა სამსახურში ვეღარ მიდის ქოშინის გარეშე, მეორე სართულზე ვეღარ ადის ქოშინის გარეშე და ეს არის ქოშინის მესამე ხარისხი. ანუ პირველი და მეორე გამოტოვა და სადღაც მესამე ხარისხზე მიაკითხა ექიმს. ამიტომ ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. როდესაც თქვენ ახსენეთ მიმართვა
ექიმთან და როდესაც თქვენ ბრძანეთ როგორ აღიქონს ადამიანი თავად ქოშინს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ეს არის, რომ ადამიანები დააკვირდნენ საკუთარ მდგომარეობას და კრიტიკულად შეაფასონ ქოშინი. ჩვენი გადაცემიდან სხვა რომ არაფერი დაიმახსოვროს მაყურებელმა, ესეც უკვე მნიშვნელოვანი საქმე იქნება, იმიტომ რომ თუ აქამდე არ თვლიდა ამას საყურადღებოდ, ახლა ეს შეიძლება იყოს ბიძგი იმისათვის, რომ პრობლემის აღმოჩენამდე ან პრობლემის მართვამდე მივიდეს საქმე. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ საუბრობდით ამა თუ იმ პრობლემაზე, როგორიც არის გულსიხსძართა სისტემის მხრივ, სასუნთქის სისტემის მხრივ, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ადამიანი ქოშინებდეს ან ანემიას. აი აქ თუ არის პირდაპირი ბმა, ვთქვათ, ძირითადი პრობლემის ხარისხს სიღრმესა და ქოშინის გამოვლენას შორის. ადრეულ ეტაპზევე ვლინდება ქოშინი. გასაგებია მწეველების ქოშინი, ვთქვათ, ჭარბიწონის და სიმსუქნის შემთხვევაში. მაგრამ როდესაც აი ამ კონკრეტულ სისტემებს ვეხებით, ქოშინი შეიძლება იყოს ერთგვარი ინდიკატორი, შეფასების კრიტერიუმი გაჩნდა ქოშინი, ესე იგი, ბევრად უფრო ღრმად არის პროცესი წასული. რასაკვირველია, აქ ყოველთვის ვეკითხებით ადამიანებს, პაციენტებს ყოველთვის ვეკითხებით, თუ კი ჭირს მათგან, ვთქვათ, თვითონ პაციენტმა უნდა შეაფასოს მისი ქოშინი, რამდენად ზღუდავს ფიზიკურ აქტივობას. ადამიანები, რომლებსაც ჭირდებათ ფიზიკური აქტივობა და მათ ეზღუდებათ ქოშინი, მაგალითად, ახლა სპორტსმენი ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე შეამჩნევს ამას, ვიდრე, ვთქვათ, ადამიანი, რომელიც სპორტული ცხოვრებით არ არის დაკავებული და არც ფიზიკურად აქტიურია. და შემდეგ კითხვას უსვამთ ხოლმე, რომ ვთქვათ, აი იგივე რომ წარმოიდგინოთ, რომ თქვენივე ასაკის ადამიანები თქვენზე უფრო ადვილად ძლევენ აი ამ ფიზიკური დატვირთვის ზღვარს თუ არა, თქვენზე უფრო სწრაფად დადიან ქუჩაში, თქვენზე უფრო მალე ადიან დაუღალავად კიბეზე და ასე შემდეგ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფიზიკური დატვირთვა აქვს. ახლა გვინდა არ გვინდა, ეს არის საერთაშორისო მთელ მსოფლიოში მიღებული გაზომვის ყველაზე უტყუარი ხერხი. და თანაც ისეთი, რომ თვითონ მიხვდეს პაციენტი. ნუ სადაც კარგად არის განვითარებული საოჯახო მედიცინა და ადამიანები თავიდანვე არიან კონტაქტში და მე ვისურვები, რომ ჩვენთანაც ფართოდ იყოს ეს, მათ ასწავლიან. უბრალოდ ასწავლიან იმას, როგორ განასხვავოს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაჯანმრთელი მდგომარეობისგან და თუ კი ეს იცის პაციენტმა, რასაკვირველია და რა თქმა უნდა, ვთქვათ 50 წლის ადამიანს რა უნდა შეეძლოს? ზოგადად, როგორც წეღან აღნიშნეთ, ის სხვა რამისთვის არის ხო გაჩენილი. მას უნდა შეეძლოს სირბილიც, უნდა შეეძლოს, ვთქვათ, სპორტული აქტივობაც უნდა შეეძლოს მეხუთე სართულზე ასვლაც, ხო? თუ ამას შევადარებთ, მაგრამ რამდენად თვითონ პაციენტი აღიქვამს ამას და მას ჩაერთვება ეს გაგაში ზარი და წავალ ექიმთან, თქვას ან ვინმეს კითხვა დაუსვას, ეს უკვე ძალიან არის დამოკიდებული მის ცხოვრების წესზე. თუმცა თუ კი განსხვავებულია მისგან, იმისგან, რაც ადამიანს საერთოდ უნდა კონდეს ჯანმრთელობა იმ ასაკში, როგორც ღმერთმა დაადგინა, რა თქმა უნდა მიმართოს ექიმს. ორი წახნაგი აქვს იმ კითხვას, რომელსაც ახლა მე დაგისვამთ ლიზიკო, იმიტომ რომ ერთი მხრივ კითხვა ჩნდება, თუ ბევრი შესაძლო მიზეზი აქვს ქოშინს, ქოშინის გაჩენის შემთხვევაში ვის მიმართავს პირველ რიგში ადამიანი, ვის უნდა მიმართოს, იმიტომ რომ აი ხა მაყურებელი გვისმენს ჩვენ და ბევრად უფრო კრიტიკული გახდა საკუთარი შეგრძნებების მიმართ, საკუთარი მდგომარეობის მიმართ და აქვს ქოშინი, აღმოაჩინა ვის უნდა მიმართოს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგი, როდესაც ჩვენ რაღაც პრობლემაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ასევე ვუზიარებთ საზოგადოებას ამ პრობლემის შესაძლო გზებს, გადაჭრის შესაძლო გზებს და ქოშინის გაჩენა არის უკვე განაჩენი, რომ ქოშინი აღარ გაქრება და უკან არ დაიხევს. თუ ჩვენ ძირითადი პრობლემის, გამომწვევი პრობლემის მართვის, წარმატებული მართვის შემთხვევაში შეგვიძლია როგორც გაჩნდა ქოშინი, ასევე დავეხმაროთ მას ალაგებაში. აი ეს ორი წახნაგი. რასაკვირველია, ქოშინი არ არის განაჩენის ეკვივალენტი. რა თქმა უნდა, ქოშინს გააჩნია, ქოშინის მიზეზს გააჩნია, ნუ წეღანაც ესეც ალბათ უნდა მეთქვა, რომ ქოშინის გაჩენა ნიშნავს, რომ იმ ორგანოს ან ორგანოთა სისტემას, რომლის გამოც გაჩნდა ქოშინი, უჭირს ისე, რომ მას დახმარება ჭირდება. და პრობლემა, რომელმაც გამოიწვია ქოშინი, შეიძლება იყოს შექცევადი და შეიძლება აღარ იყოს შექცევადი. ეს გააჩნია რა ეტაპზე მიმართავ და გააჩნია რა პრობლემა არის ქოშინის გამომწვევი. და ვის მიმართოს ეს გააჩნია
საერთოდ ჯობია რომ ყოველთვის ჯობია დალაგებულ სისტემაში მიმართოს ან ოჯახის ექიმს, ან შინაგანი დაავადებების სპეციალისტს, რომელსაც წარმოდგენა აქვს ჩვენთან რასაც თერაპევტს ეძახდნენ და ეს მინდა ამ ტერმინს ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ ეს ყოველთვის არ გამოხატავს იმას, რაც საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში აღიქმება როგორც გარკვეული სპეციალობა. ეს მაინც ძველი საბჭოთა ტერმინია და ამათ ქვიათ ინტერნისტები მთელ დანარჩენ მსოფლიოში. ამიტომ წარგადგეთ ხოლმე სწორედ ასე. ხო, მადლობა. ან ოჯახის ექიმი. ანუ ნებისმიერი ექიმი, რომელსაც ბევრ სისტემაზე აქვს წარმოდგენა და თითქმის ყველა ექიმს აქვს წარმოდგენა, ეს არ ნიშნავს, რომ კარდიოლოგმა ფილტვი არ იცის, რა ბრძანებთ. მაგრამ სწორი გზაა რომ მიმართოს ოჯახის ექიმს ან ინტერნისტს და შემდეგ უკვე ან ისვე მოუგვარებს პრობლემას, ან გადაამისამართებს თუ მის კომპეტენციას გაცდება პრობლემის მოგვარება, გადაამისამართებს სხვა პროფესიის ექიმთან. ხოლო როცა პაციენტი თვითონ იწყებს ქოშინის გამო სპეციალისტების ძებნას, მას მეტი დრო, მეტი სახსრები, მეტი საშუალება ეკარგება საიმისოდ რომ ფინანსური რესურსები ყველაფერს რომ თავი ფინანსური რესურსი რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს მისი არჩევანია და მას არ შეიძლება აბსოლუტურად სწორად ესმოდეს. ძალიან ხშირია, ხა მე ძირითადად მაინც პულმონოლოგიაში მუშაობ და ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა პაციენტი ან პირდაპირ ჩვენთან მოდის ქოშინის გამო და აღმოჩნდება გულის უკმარისობა, ან კარდიოლოგთან მიდის და აღმოჩნდება, რომ ეს არის თქვათ ფილტვების ქრონიკული რაიმე სხვა დაავადება. ან შეიძლება საერთოდ ანემია იყოს, ან შეიძლება იყოს ის ხშირად ლაპარაკობთ მე და თქვენ გაუწყლოებაზე, რომ წყალს არ სვამდეს ადამიანი და იყოს ჰიპოვოლემიურ, ანუ დეჰიდრატაციულ მდგომარეობაში. როდესაც ჩვენ შესაძლო მიზეზებზე ვსაუბრობდით, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რატომ დავგეგმეთ სწორედ აპრილის თვეში ეს საუბარი და რატომ გადავწყვიტეთ სტრესს დავუკავშიროთ, რადგან ერთ-ერთ შესაძლო ბრალდებულად შეიძლება სტრესიც დავასახელოთ, როდესაც ქოშინზე საუბრობთ. აქ რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირია, ან რა ასოციაცია არსებობს სტრესსა და ქოშინს შორის? საინტერესო კითხვაა ძალიან და მნიშვნელოვანი, მარი. სტრესი ხშირად ახლავს ჩვენს ცხოვრებას, საკმაოდ ხშირად და შეიძლება საჭიროზე მეტიცაა. და სტრესთან დაკავშირებული ქოშინი საკმაოდ ხშირია. ამას აქვს თავისი საფუძვლები, იმიტომ რომ სტრესი არის ასოცირებული ისეთი ნივთიერებების გამოყოფასთან, რომელიც თავისთავად იწვევს სუნთქვის აჩქარებას და ეს აჩქარება უფრო ჰიპერვენტილაციად შეგვიძლია აღვიქვათ, ანუ არა იმიტომ რომ აკლია ჟანგბადი ორგანიზმს, არამედ იმიტომ რომ ის ნივთიერება გამოიყოფა, რომელიც სუნთქვას აჩქარებს და გულისცემას აჩქარებს. და მეორე სტრესი შეგვიძლია განვიხილოთ კიდევ როგორც შედეგი იმისა, რომ ადამიანს სუნთქვა უჭირს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკომფორტი, როცა ვერ სუნთქავ, როცა იხრჩობი, არ ყოფნის ჰაერი და ამან გამოიწვიოს სტრესი, რომელმაც შეიძლება თავის მხრივ გააღრმავოს ისევ და აჩქაროს სუნთქვა კიდევ უფრო მეტად. ანუ პანიკური მდგომარეობა, პანიკური შეტევა. სტრესული მდგომარეობის მართვა მრავალწახნაგოვანი პრობლემაა. შესაძლებელია ადამიანს პაციენტს ცალსახად ვერ ვეტყვით, რომ ახლა სტრესი მართე შენ თვითონ. ამაში ძალიან ხშირად საჭიროა სპეციალისტის ჩართვა. ძალიანაც უნდა ადამიანს რომ მართოს სტრესი, მაგრამ არ გამოდის ყოველთვის. არ გამოდის. მათ ჭირდება დახმარება, ფსიქოლოგიური დახმარება, ბევრჯერ მედიკამენტური დახმარებაც ჭირდებათ. ახლა დანარჩენ პრობლემების მოგვარებას აღარ გულისხმობ. ჩვენ ხშირად გვაქვს პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. ვერავითარ შემთხვევაში და ადვილია თქვა, რომ მოდი ნუ ინერვიულებ ამაზე, ნუ გექნება ამასთან დაკავშირებული პანიკური განცდები და სტრესი, მაგრამ ამის მართვა ცოტა რთულია. მაგრამ იმისთვის რომ მხოლოდ სტრესს დავაბრალოთ ეს ყველაფერი, უნდა გამოვრიცხოთ სომატური დაავადებები, რომლებმაც შეიძლება ქოშინი გამოიწვიოს და ქოშინი იყოს საგანგაშო ნიშანი საიმისოდ, რომ მივხედოთ იმ დაავადებებს, რაზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის შეხსენება, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვაკვირდებით საკუთარ თავს და შეგვიძლია ამოვიცნოთ ის პირველი შეგრძნებების დონეზე და ობიექტური გამოვლინებების დონეზე, რომელიც შემდეგ უნდა მივიტანოთ ექიმთან და ექიმის დახმარებით ვიპოვოთ სწორი გზა კვლევებისთვისაც, სპეციალისტის შერჩევისთვის და ასე შემდეგ. ლიზგო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ინტერნისტი ქალბატონი ლიზა გოდერძიშვილი. მე არ გემშვიდობები, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება.
კვებითი შუქნიშანი, სამფერი რეკომენდაციები თემასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ძნელია დღევანდელ კვების ბლოკში დავატიოთ ყველაფერი, რაც შეიძლება დავუკავშიროთ ქოშინს და მათ შორის კვებით ფაქტორებს, მაგრამ მე ვეცდები რამდენიმე ძირითადი გამოვყოთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ფაქტორების გამთლიანება შემიძლია ერთი საერთო ქოლგის ქვეშ, რომელსაც ქვია კვების მოდელი. რატომ კვების მოდელი და რატომ ასეთი ზოგადი სახელი? რადგან კვების მოდელი თავისთავად ფლობს სამ გასაღებს და ჩვენ ყოველთვის ასე ვამბობთ ხოლმე, მე გამოვყოფ სამ გასაღებს. ეს არის როდის მივირთმევთ, რამდენს მივირთმევთ და რას მივირთმევთ. ანუ როგორია ჩვენი კვების რეჟიმი, როგორია ჩვენი საკვების ულუფა და როგორია ჩვენი საკვების რაციონი. და ასეთ შემთხვევაში სამივე ჩემ მიერ ჩამოთვლილმა გასაღებმა შეიძლება მოგცეს შექმნას წინაპირობა იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონდეს ქოშინი. მაგალითად, თუ თქვენ გვიან ღამით გადაწყვიტეთ დანაყრება, ეს შეიძლება იყოს წინაპირობა იმისა, რომ თქვენი გამყოფი, კუნთოვანი ფირფიტა გულმკერდისა და მუცლის ღრუს მიჯნაზე აღმოჩნდება იმაზე მაღლა, ვიდრე სხვა შემთხვევაში, როდესაც ცოტა უფრო ადრე დაასრულებთ კვებას. მაგალითად, თუ თქვენ სუყეთ ივახშმეთ, ანუ საკმაოდ დიდი ულუფა მიირთვით საკვების. ასეთ შემთხვევაში ეს მეორე გასაღები გიქმნის პრობლემას და ასეთ შემთხვევაში სწორედ გვიან ვახშამთან ერთად საყურადღებო ხდება ულუფა, დიდი ულუფა საკვებისა, რომელიც ასევე შეიძლება გახდეს ქოშინის წინაპირობა. და რაციონიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი ალკოჰოლს, რადგან ადამიანები, რომლებიც მაგალითად ალკოჰოლს როგორც ფსიქოაქტიურ ნივთიერებას გამოიყენებენ, არ არის გამორიცხული, რომ მათ ჰქონდეთ ქოშინის შეგრძნება ან ფაქტობრივად, ობიექტურად ქოშინი. ამას სხვადასხვა მექანიზმი განაპირობებს, მაგრამ ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ ალკოჰოლი არის არა უბრალოდ ფსიქოაქტიური ნივთიერება, არამედ მაღალენერგეტიკული საკვები ნივთიერება, იმიტომ რომ ყველასგან გალანძღული შაქარი, ანუ ნახშირწყალი გვაძლევს 1 გრამი 4 კილოკალორია ენერგიას, ხოლო 1 გრამი ალკოჰოლი გვაძლევს 7 კილოკალორია ენერგიას. ახლა თქვენ თავად განსაჯეთ, კალორიულ დატვირთვასთან ერთად რამდენად მნიშვნელოვანია იმ სამი გასაღების გათვალისწინება, რომელთაგან რეჟიმიც, ულუფაც და რაციონიც შეიძლება აღმოჩნდეს ქოშინის წინაპირობა. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, ეს იყო დღევანდელი ჩვენი შეხსენება, უფრო ზუსტი იქნება ასეთი ფორმულირება. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.